საღამო მშვიდობის მე დათაგვასალია ვარ, პირდაპირ ეთერშია პოსტევის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღეს 91 წელი შესრულდა. 1945 წლის 9 მაისს გერმანიის მიერ გამოცხადებული კაპიტულაციის შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი დასრულდა. 9 მაისი კი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. საქართველოსთვის ამ ომმა უმძიმესი კვალი დატოვა. ფაშისტთან ბრძოლას 300,000-მდე ჩვენი მოქალაქე შეეწირა. დღეს დილიდან ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები კიკვიძის პარკში შეიკრიბნენ. დაღუპული გმირებს პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ვეტერანებს კი ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცეს და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს. ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა რეგიონებშიც. ბორენა ონიანი თემის დეტალებით. ბრძოლის, გადარჩენისა და გამარჯვების სიმბოლო. 9 მაისს საქართველოს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი მოუტანა. 100,000-ობით დაღუპული და უგზო უკლოდ დაკარგული. დღეს კიკვიძის ბაღში შეკრებილმა ვეტერანებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ომის მძიმე ისტორიები და გამარჯვების სიხარული. ფაშიზმზე გამარჯვება, ჰიტლერზე გამარჯვება არ მოხდა, იყო მსოფლიო დამოვნებული ხონდა მაგას. სოფიოს იპყრობდა. ზავარში წამიყვანე, ჩვენაც ავიყავთ, კერჩი ვიყავთ. სარესახელობ დივიზია, ქართული დივიზია, ჩამოყოლდნენ დივიზიაში ვიყავით, საგიტაღალო დივიზიაში. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან ერთად კიკვიძის პარკში იმყოფებოდნენ სხვადასხვა ომების ქართველი ვეტერანებიც. ფაშიზმზე გამარჯვება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღში აღნიშნეს ომში დაღუპული ჯარისკაცების ნათესავებმა, მეგობრებმა თუ უცნობმა ადამიანებმა. გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულებით ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარებაც გამოიყო. ომის მონაწილე ვეტერანები ერთჯერადად 2,000 ლარს მიიღებენ. ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი 1000 ლარი გადაეცემათ. უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენმა პაპებმა, ჩვენმა მამებმა, რომლებმაც ერთ-ერთი დიდი გამარჯვების ფურცელი ჩაწერეს და კიდევ ერთხელ სამყაროს ამცნეს ის, რომ ვართ მეომარი, ძლიერი და თავისუფალი ერი. ჩემი გამოცდილება ეს არის საშინელების მოგონება. საშინელება, რაც მეორე მსოფლიო ომმა მოუტანა მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით საქართველოს და საბჭოთა კავშირის დასახლებულ ხალხს. ყველაზე მეტი ჯარისკაცი გაიწვიეს საქართველოსთან. 9 მაისის აღსანიშნად კიკვიძის პარკში იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები. ქვეყნის პირველმა პირებმა სიმბოლურად მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. იმ ადამიანის, რომელმაც რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა და სწორედ ამ მომენტიდან რამდენიმე დღეში ოფიციალურად დასრულდა უმძიმესი ომი და ფაშიზმი დამარცხდა. პრემიერ-მინისტრმა ვეტერანებს გამარჯვების დღე ულოცა და ფაშიზმის დამარცხებაში თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა. მე ყველას ულოცავ 9 მაისს ფაშიზმის გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ულოცავ რა თქმა უნდა ჩვენს ვეტერანებს. 300,000 ადამიანი შეეწირა ქართველი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, 100,000-ობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე და რა თქმა უნდა ჩვენი ვალია პატივი მიუგოთ თითოეული მათგანის, თითოეული გმირის ხსოვნას, თითოეულ გმირს, რომელიც არის განსახიერება თავდადების, სამშობლოსთვის თავგანწირვის. კიდევ ერთხელ ვიულოცავ ყველას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი ყველა ვეტერანს, ყველა გმირს მათი ღვაწლისთვის. კიკვიძის პარკში ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მშვიდობიანი სამყაროსთვის ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გააკეთა აქცენტი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ისტორიის ევროპულ და რუსულ ფერებად დაყოფა ხელოვნურია, რადგან ფაშიზმზე გამარჯვების დღე სწორედ ქართველი ვეტერანებისა და იმ გმირების დღეცაა, რომლებიც ისტორიის გამარჯვებულ სწორ მხარეს იდგნენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს თარიღი ქართული ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია და ამ დღის პოლიტიკური კონიუნქტურით გადახვევა დაუშვებელია. ეს არის ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეიტანა მშვიდობიანი სამყაროსთვის, ვინაიდან ეს ომი ეხებოდა ყველას. ეს არის ის წვლილი, რომელიც საქართველოს და ქართულ ხალხს ტრადიციულად ყოველთვის შექონდა ხოლმე უკეთესი მომავლისთვის. ეს დღე ასევე ჩვენ გვახსენებს
თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ ის დღეები რაც ჩვენ იდენტობას ქმნის ის ისტორიული მომენტები რაც ჩვენ როგორც ერს გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენი საერთო მეხსიერება არის ეს დღეები არ დავივიწყოთ და იყოს ყოველთვის ჩვენი შვილების მეხსიერებაში ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სოციალური ქსელით მიულოცა თბილისის მერმა. კახაკალაძემ მათ დიდხანს სიცოცხლე უსურვა და აღნიშნა, რომ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ვეტერანების თავდადება ფასდაუდებელია. სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს. უდიდესი ბოროტების ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი თავდადება ფასდაუდებელია. ვუსურებ ჩვენს საყვარელ ვეტერანებს ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს. ხსოვნა და დიდება იყოს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების. ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს პატივი მიაგეს რეგიონებშიც. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს სახლში ესტუმრა. გიორგი ჯინჭარაძემ დევნილ ვეტერან ორესტი ბერულავას 9 მაისი მიულოცა. გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა. დღეს ჩვენ ვეწვიეთ დევნილ ვეტერანს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული საამულო ომში, გამოხატეთ ყურადღება, მიულოცეთ მას. მისი ღვაწლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავლისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ყოველთვის ვიყოთ კარგად და ბედნიერად, მინდა სიკეთეს, და დაბრუნება, აფხაზეთს დაბრუნება. ნამდვილად ვიცი, რომ თქვენი ახალგაზრდა დაბრუნებს აფხაზეთს. დაბრუნებს, იმედია. ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა აბაშაში. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს დავით კაჭარავას 9 მაისის სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აბაშის მერთან ერთად მიულოცა. დავით კაჭარავა 104 წლისაა, მას 3 შვილი, 8 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს. ვეტერანს ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით მთავრობის განკარგულების შესაბამისად 2000, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლებისგან 1500 ლარი გადაეცა. ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბატონ დავით კაჭარავას მიულოცეთ. ის მეორე მსოფლიო ომში შორეულ აღმოსავლეთში იბრძოდა. მან დღეს გაიხსენა ომის პერიოდი, უმძიმესი დღეები, მინდა უსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს ხრეთ ყოფნა. დღევანდელი დღე გამარჯვება მიულოცეთ ომის ვეტერანს 104 წლის დავით კაჭარავას და მთელს საზოგადოებას ვეტერანებს ულოცავ. 9 მაისი ისტორიული თარიღია. ომის დამთავრების მაშინით ვიყავით ჩვენ და აღნიშნეთ შეით გასვლით, ავტომატიზების ვისწრებით. ულოცავ ამ ხალხს. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნად შეიკრიბნენ ბათუმშიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ქეთს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც იბრძოდა, ვინც დაიღუპა, ვინც უგზო-უკლოდ დაიკარგა და ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე, ძალიან ბევრი ოჯახი ამ რეპრესიების ნაწილს, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, იმკის. დღევანდელი დღე ჩვენ ტრადიციულად აღვნიშნავთ, იმიტომ რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. დღე არის, როცა ევროპაში მშვიდობის დასაწყისი ჩაეყარა საფუძველი იმ მშვიდობის, რომელმაც თავი იჩინა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საკმაოდ ეფექტურად და მიმზიდველად. მეორე მსოფლიო ომის გმირები გაიხსენეს ახალციხეშიც. ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ობელისკი ყვავილებით შეამკეს. ულოცავ საქართველოს მსოფლიოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად პატივი მივაგეთ გარდაცვლილთა ხსოვნას. ულოცავ მთელს საქართველოს და მთელ სამყაროს იმ დიდ გამარჯვებას, რომლითაც მთელი მსოფლიო გადარჩა წარმოუდგენელი დიქტატორის დამყარებას და წარმოუდგენელი იდეების განხორციელებას. გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ოზურგეთში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სოფელ მერიაში მცხოვრებ ვეტერან შოთა გოგოტაძეს სახლში ეწვივნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს. მან მთავრობის განკარგულების შესაბამისად მეორე მსოფლიო ომის მონაწილეობისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 2000 ლარი მიიღო, ხოლო ოზურგეთის სახელით დამატებით 2000 ლარი გადაეცა.
პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და მადლიერება გამოვხატეთ ჩვენი ვეტერანების მიმართ. ასევე ვესტუმრეთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ბატონ შოთა გოგადაძეს და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ერთჯერადი ფულადი დახმარება გადავეცით. ფაშიზმზე გამარჯვების დღე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ და ვიხსენებთ ადამიანებს, გმირებს, რომლებმაც თავი გასცირეს, სიცოცხლე შეწირეს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მოქალაქეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გორის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. უკვე 91 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან, განსაკუთრებით მინდა მიულოცო დღევანდელი დღე ჩვენ ვეტერანებს, რომელმაც მონაწილეობა მიიღეს ევროსამამულო ომში. გორში შევიკრიბეთ გმირთა მემორიალთან, შევამკეთ გვირგვინით მემორიალი, რათა პატივი მივაგოთ ომში გარდაცვლილ გმირებს. მინდა უთანაგზნო მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, დიდება და მადლობა ჩვენს გმირებს. მოგილოცავთ უპირველეს ყოვლისა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 91 წლის წინ დასრულდა მეორე მსოფლიო ომი. ამ ომმა უამრავი სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში. დასაფასებელია იმ გმირების ღვაწლი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ფაშიზმზე გამარჯვებაში. დილიდან ხალხმრავლობა იყო კახეთშიც, იქ სადაც მეორე მსოფლიო ომის სიმბოლოს ჯარისკაცის მამის ძეგლი დგას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში პატივი მივაგეთ დაღუპული გმირების ხსოვნას. საქართველოში ალბათ ძალიან ცოტაა ოჯახი, რომლის წევრსაც პირდაპირ მონაწილეობა არ მიუღია ამ ომში. ჩვენს რეგიონში დღეს ორი ვეტერანიღაა ცოცხალი, მე მათ ულოცავ დღევანდელ დღეს. ქეცვიხრი იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, ვინც თავისი სიცოცხლე გასწირა ბოროტებასთან ბრძოლაში. სამწუხაროა, რომ დღეს ძალიან ცოტა ვეტერანია ჩვენს გვერდით. აქ ამ შემადგენლობაში შედის ერთი გურჯაანელი. ყველას უსურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და სიმშვიდეს. დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 91 წლისთავი აღინიშნება 1945 წლის 8 მაისს. გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. ამ ომში 700,000 ქართველი იბრძოდა. 300,000-მდე კი ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. თარიღი, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და საერთო ღირებულებების აღნიშვნის დღეა, კვლავ უსამართლო კრიტიკისა და დეზინფორმაციული განცხადებებისთვის გამოიყენა ევროკავშირის ელჩმა. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პაվել ჰერჩინსკიმ ხელისუფლება ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მორიგ-ჯერზე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასა და ანტიევროპული რიტორიკის წარმოებაში დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ევროკავშირის ელჩს ევალებოდა ევროკავშირისა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა ის წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა ამ ურთიერთობების გასაფუჭებლად. ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროპა დაუბრუნდება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებმაც კონტინენტს მშვიდობა და განვითარება მოუტანა. თეკლა ბესტავაშვილი თემის დეტალებით. 9 მაისს ევროპა ერთიანობის, მშვიდობისა და საერთო ღირებულებების დღეს აღნიშნავს. სიმბოლურია, რომ სწორედ 9 მაისი იქცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ისტორიაში ახალი ეპოქის ათვლის წერტილად, როდესაც ფაშიზმი ჰუმანიზმმა შეცვალა. ევროპის დღეს განცხადებით გამოეხმაურეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ევროპული იდენტობისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ევროპა დაუბრუნდება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებმაც კონტინენტს მშვიდობა და განვითარება მოუტანა. სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა. სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში, როდესაც ჰუმანიზმი იქცა ევროპისთვის განსაზღვრელ პრინციპად და 60 წლის განმავლობაში ეს პრინციპები პარადედო საფუძვლად ევროპის განვითარებას. ბოლოდროინდელი ტენდენციები არის სამწუხარო, თუმცა ჩვენ უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ტენდენციები შემოტრიალდება, კვლავაც დაადგება ევროპა კეთილდღეობის ზრდის გზას, იდენტობის დაცვის გზას, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის. ევროპა ჩვენთვის იყო ყოველთვის განსაკუთრებული ღირებულება, გამომდინარე იქიდან,
რომ სწორედ ევროპაში ხედავდა საქართველოს ტრადიციულად ქრისტიანული ღირებულებების დაცვის გარანტიას. ევროპის დღეს ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი მიმართვა და საქართველოზე თავდასხმის მორიგი მცდელობა. პაվել ჰერჩინსკი ისტორიულ თარიღს, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს არგებს და ევროკავშირის დღეს მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის იყენებს. იმეორებს იგივეს, რომ თითქოს ევროკავშირისკენ სვლა საქართველოს შეაჩერა. ბოლო პერიოდში საქართველოს შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს ცლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალკე. ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება. ამიტომ მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ევროკავშირის ელჩი მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებდა, რამაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დააზიანა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ჰერჩინსკის ღონისძიებას ანტისამთავრობო მიტინგი უწოდა. მმართველ გუნდში დღეს ელჩის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებაზეც ისაუბრეს და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი თავად ბრიუსელმა შეაჩერა. როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიება საწყობენ ელჩები, კონკრეტული ელჩი ამ შემთხვევაში, ასე დროს მთავრობა არის ან მიწვეული, ან არ მონაწილეობს. ხო, ძალიან მარტივად არის საქმე. ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის ტრაიგული ადამიანი, ხო? მას ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამტკიცება, გაღრმავება და სინამდვილე შეაკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ რომ დავალება ქონდა ასეთი. ჩვენ შარშან ვიხილეთ, რომ ევროკავშირის საელჩომ ჩაატარა ანტისამთავრობო მიტინგი 9 მაისს, როდესაც ერთი სიტყვა არ დასცდენია ევროკავშირის ერთს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300,000 ქართველის შესახებ, რომ არა ეს მსხვერპლი, რომელიც გაიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე არ იქნებოდა და არც არაფერი იქნებოდა საზეიმო. ასე რომ უყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი. ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ჰერჩინსკი აგრძელებს იგივე სისხლის ტირაჟირებას. ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა. ეს ბატონი ჰერჩინსკის წერილშიც არის ხაზგასმული, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწერა, სადაც პირდაპირ დატანილია თარიღი 2024 წლის ივნისი, როდესაც მათი მხრიდან მოხდა ამ პროცესის შეჩერება და ეს ყველაფერი დაეფუძნა ორ კანონს, რომლის გაწევა ჩვენ მოგთხოვეს. რაც შეეხება ანტიევროპულ რიტორიკას, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ თავდაცვით რეჟიმში, ჩვენ არანაირ წითელ ხაზებს არ ყვეთს და როდესაც ჩვენზე მოდის თავდასხმა, დეზინფორმაციის გავრცელება, ორმაგი სტანდარტით საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ ყველაფერს ვუპასუხოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ თავმოყარე ერის თავმოყარე ხელისუფლება და უპასუხოთ, რა თქმა უნდა, ვერ დარჩება ვერანაირი ცრუ ბრალდება და ვერანაირი დეზინფორმაცია. ევროპისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აკრიტიკებს ანალიტიკოსი ზაალ ლანჯაფარიძეც და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ ზუსტად ისინი, ვისაც ველოდებოდი, რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ პროევროპული ახალგაზრდობა. ევროკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ. ხედავდი როგორ ეტენებოდნენ ევროკავშირის სტენდებთან მდგომ უცხოელებს, რომ მათგან სავიზიტო ბარათები მიეღოთ. მოკლედ, ცალფეხზე დგომის პრეზენტაცია შეიძლება უწოდოთ. არაფერი ღირებული, რაც უბრალო ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა.
არადიპლომატიური გზავნილები ევროკავშირის ელჩისგან აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა. პაվել ჰერჩინსკი ძალადობის, სამოქალაქო ომისა და სიღარიბის მუქარის შემცველი გზავნილების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროშიც იყო დაბარებული. დიპლომატმა ოფიციალური თბილისის პოზიცია კიდევ ერთხელ მოისმინა. ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა აზიანებს საქართველოს ევროკავშირის პარტნიორობას, თუმცა ქართული მხარე მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის. ამისათვის კი აუცილებელია შეწყდეს საქართველოს მიმართ უსამართლო რიტორიკა. აგრესიული რიტორიკის შეწყვეტა, მავნე პოლიტიკის გადახედვა და უსამართლო რეზოლუციების გაუქმება. სწორედ ამ ნაბიჯების გადადგმას ელოდება ქართული მხარე ბრიუსელისგან, რომელიც დიალოგს გახსნის და ურთიერთობების გადატვირთვის საფუძველი გახდება. ისტორიის გადაწერისა და ნაცმოძრაობის ხელისუფლების უკანონობის გამართლების მცდელობა გადაბრალებით. ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი ქეთი დევდარიანი მიიჩნევს, რომ პატარკაცის შვილების ოჯახისთვის ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ წართმეული ტელეკომპანია იმედის კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნება არხის წაღება იყო. მმართველ გუნდში არ უყვირთ ის ფაქტი, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის მისაღებია 2007 წელს ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები, ხოლო ხელისუფლების შეცვლის და დემოკრატიული გარდატეხის შემდეგ არხის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება მიუღებელი. დავით ქუთათელაძე თემის დეტალებით. იმედი წაიღო, ხო? უკვე გამზადებული. ეს რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტი, პროფესიით სცენარისტი ქეთი დევდარიანია. მისთვის, ისევე როგორც სხვა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, ნაციონალური მოძრაობის მიერ პატარკაციშვილების ოჯახისთვის წართმეული იმედის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება არხის წაღებაა. იმედი წაიღო. სწორედ ამ ფორმულირებით შეაფასა დევდარიანმა ტელეკომპანია იმედის კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნება. პირველი ხო რუსები გამოშო, მეორე რაგაკი იმედი წაიღო, ხო? უკვე გამზადებული თვითონ ხო არაფრის შექმნა არ შეუძლია. შეუძლია მარტო გამოგგლიჯოს და წაგართვას. რუსეთშიც ასე იყო. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2007 წელს ტელეკომპანია იმედის დარბევის მერე არხის დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეკომპანია მის ოჯახს უკანონოდ ჩამოართვეს. ეს არ იყო მხოლოდ საკუთრების ჩამორთმევა. ეს იყო ნაცმოძრაობის პროპაგანდის მანქანად ტელეკომპანიის გადაქცევა, სადაც სარედაქციო პოლიტიკას არა არხის მენეჯმენტი, არამედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები განსაზღვრავდნენ. ტელეკომპანია იმედი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის სამიზნე იყო 2007 წელსაც და მათი სამიზნეა დღესაც. მაშინ ტელეკომპანიის მაღალ რეიტინგს ძალა დაუპირისპირეს. 2007 წელს იმედის სიმართლის გაშუქებისთვის დაისაჯა. თითქმის 20 წლის გასვლის შემდეგ ტელეკომპანია იმედს სიმართლის თქმისთვის თავს კვლავ ესხმის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომლისთვისაც იმედი ახლაც ისეთივე მიუღებელია, როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს იყო. გამოძიება ბუნებრივია მუშაობს სხვადასხვა გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ კიდევ სხვა გარემოებებზეც, რომლებიც უფრო ნათლად ადასტურებენ იმას, რომ იმედი არ იყო დისტანცირებული, მიუკერძოებელი, გამშუქებელი. ეს ადამიანი იქნა ცნობილი ეჭვმიტანილად და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ყადაღა დაედო იმ ტელევიზიას, რომლის მეშვეობითაც იგი მართავს მთელ ამ პროცესებს. ნაცმოძრაობის უკანონობის გამართლებას ქეთი დევდარიანის სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონობის ბიძინა ივანიშვილისთვის და ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის დაბრალებით ცდილობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სცენარისტი ქეთი დევდარიანი კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ-ერთი სახეა და მისთვის, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიციისთვის, იმედის კანონიერი მფლობელისთვის წართმევა მისაღები იყო. ეს ადამიანი არის ერთ-ერთი სახე, ხო, კოლექტიური ნაცმოძრაობის. მათთვის მისაღები იყო, რაც მოხდა თავის დროზე 2007 წელს იმედის წინააღმდეგ. და მათთვის შესაბამისად მიუღებელია ის, რომ თავის დროზე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და დემოკრატიული გარდატეხის შემდეგ ტელეკომპანია დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს. მათ ერჩივნათ, რა თქმა უნდა, საკუთარ მფლობელობაში ქონოდათ უკანონოდ, როგორც ტელეკომპანია იმედი, ასევე სხვა ტელეკომპანიები. ზოგადად, ეს არის მათი სახე. მედიის თავისუფლების სრული უგულებელყოფა, მათთვის საერთოდ არავითარი ღირებულება არ არის. მედიის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მაღალი მატერიები ამ ადამიანებისთვის არის სრულიად უცხო. არავითარი ფასი არ აქვს ამ ადამიანის განცხადების გარდა ერთისა. ეს განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ ნაცმოძრაობის სახეს. ნაცმოძრაობა ნიშნავს მედიის თავისუფლების სფეროში გათვლას, დემოკრატიული ღირებულებების სფეროში გათვლას, ადამიანის უფლებების სფეროში გათვლას. კიდევ ერთხელ ჩვენ საქმე გვაქვს იდეოლოგიასთან, რასაც ნაცობა ქვია. ეს თავად ეს იდეოლოგია ნაცობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილი არის ღირებულებებისგან.
ასე რომ როცა ადამიანი არის ნაცი, რა თქმა უნდა, ის ყველაფერს, ყველანაირი შუბლის ზარს გაიწყვეტს და შესაბამის ასეთ სახის განცხადებებსაც გააკეთებს. მთელი საქართველო არის მომსწრე იმისა, თუ რა უსამართლობას ჰქონდა ადგილი ტელეკომპანია იმედის მიმართ დღისით, მზისით, როგორ მოხდა ჩვეულებრივი დაყაჩაღება და რეკეტი და მთელი ტელევიზია მიისაკუთრა მიხეილ სააკაშვილმა მაშინ. ამ ტელევიზიის მთავარი სახეები იყვნენ მათ შორის პოლონური პროპაგანდის მთავარი რედაქტორია ქალბატონი ნათია, რომელმაც მოდელირებული ქრონიკა მოაწყო. და დღეს არის პოლონეთის მთავრობის პროპაგანდისტი. ესეც ხოლმე მეტყველებს, რომ ვინ იდგნენ მაშინ ამ ხალხის უკან. იგივე ხალხი, ვინც შემდეგ დაასაქმა ესენი პრემიებს გადასცემს, პრიზებს გადასცემს, ჟურნალისტიკის პრიზსაძლევ მისცეს ნიკა გვარამიას, პროკურორს, რომელმაც იმედის ჩამორთმევაში მათ შორის თავისი როლი შეიტანა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, დღეს საქართველოში მედია პლურალიზმია და სიტყვის თავისუფლების შესახებ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საუბარი არის საზოგადოების დაცინვა. ძალიან რთული არის რამე სერიოზული შეფასება მოუძებნო ქალბატონ დევდარიანს და მსგავსად მოაზროვნეებს. ერთი რაღაცა შემიძლია ვთქვა, თუ კონკრეტულად მედიაზე აკეთებენ განცხადებას, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი მედია პლურალიზმი, როგორც არასდროს არ ყოფილა. ნაციონალური მოძრაობის წევრები, როდესაც საუბრობენ მედია პლურალიზმზე, ადამიანის უფლებებზე და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ეს არის საზოგადოების დაცინვა და პოლიტიკური უტიფრობა. აქედან გამომდინარე, ფასი არ აქვს საერთოდ კეთი დევდარიანის და ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტების სიტყვებს. გაიხსენონ ჩვენი უახლესი ისტორიის ის ამაზრზენი ფურცლები, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი შევარდა იმედში, დაარბიეს, აპარატურა დალეწეს და ქართული მედია საშუალებები მიწასთან იყო გასწორებული. ეხლა ლაპარაკი ამ ადამიანების პროპაგანდისტების ამ ფსევდოლიბერალების პროპაგანდისტების მხრიდან რაღაც იმედის წართმევაზე და რაღაცა თავისუფალი სიტყვის დევნას. ეს ხო არის ჩვეულებრივი რაღაცა აბსურდი და დიდი სიცრუე. პოლიტიკური პარტია ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ვატო შაქარიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ვეღარ შეძლებენ. მათ სურთ დააცენზორონ ყველა ნებისმიერი ალტერნატიული აზრი, რომელიც მათ ლიბერალურ კოლექტიურ ნაცმოძრაობის დღის წესრიგში არ ჯდება, მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერ მოახერხებენ, თავისუფალ სიტყვას ვეღარ ჩაახშობენ. და პირიქით ჩვენ ძალიან მალე მივალთ იმ მოცემულობამდე, იმ აუცილებელ შედეგამდე, რასაც ქვია ამ აგენტურული ქსელის თავისი პარტიული მედიებით, NGO-ებით და პოლიტიკაში მოკალათებული აგენტებით ისინი დატოვებენ ძალიან მალე ქართულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ სივრცეს. 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონოდ მითვისებული ტელეიმედი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. მოგვიანებით გამოძიებამ მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილს და სხვებს 7 ნოემბრის აქციის დარბევასა და იმედში შეჭრასთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინა. ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება სასამართლომ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. ბრალდების მხარის განცხადებით დაკავებულები ბრალს აღიარებენ. 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის, ასევე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის წინააღმდეგ საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობის გზით გადამეტების მუხლით არის აღძრული. ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულს გამოძიება დამატებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით ხელის შეშლასაც ედავება. დაცვის მხარის შუამდგომლობით სასამართლოს წინაშე რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო იმ გარემოებების გამო რომ მას არ უცდია და არც აპირებდა მიმალვას, ასევე მას მოწმეებზე რაიმე სახის ზემოქმედება არ მოუხდენია. იგი პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ბრალდებულმა მისცა საგამოძიებო ორგანოს დეტალური ჩვენება, სადაც აღნიშნა კიდეც, რომ რაიმე დავალებას ადგილი არ ქონია და ეს დანაშაული მან ჩაედინა მხოლოდ მან და სხვა ვინმე არ გამოკვეთილა. ორივე მათგანმა აღიარა თავის დანაშაული, ასევე მოიხადეს პროტიში ჩემ მიმართ. მე არც არ მქონე იმის განცდა, რომ ესა და ან იმის გრძნობა, რომ ესა ამ ადამიანების მიმართ რაიმე ზიზღი ან შურიზიების განცდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, არის დადებითი მოვლენა. სასამართლომ განიხილა აკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხი, გაიზიარა სრულად და მათ
ორი ბრალდებულს შეიფარდათ პატიმრობა. რაც შეეხება პოზიციას, ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩალებულ დანაშაულს. გამოკითხულია 550-მდე პირი, გამოთხოვილია ასეულობით ვიდეო ჩანაწერი და განხორციელდა და ხსენებული ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. სწორედ ხსენებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულები გახდა აღნიშნული პირების მიმართ სამართლებრივი დაწყების საფუძველი. გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის ეპიზოდებზე ბრალდებულებს ახლოს ხონიზების სახით შეეფარდათ პატიმრობა. ამ საქმეზე უკვე ამ დროის მანძილზე ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება. ასეულობით მოწმე იქნა გამოთხოვილი, ასევე გამოთხოვილი იქნა ათეულობით საათი ვიდეო ჩანაწერებით. სამივე ბრალდებულმა დააფიქსირა პოზიცია, რომ დანაშაულს ისინი აღიარებენ. ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს. გადაწყვეტილება პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იქნა მიღებული. საუბარია ანთების საწინააღმდეგო, გულ სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის საჭირო და სხვა ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედება წინა ეტაპების მსგავსად მნიშვნელოვნად გააიაფებს პროდუქციას, მოქალაქეებისთვის კი გაზრდის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. ნუკი ბაღდავაძე თემის დეტალებით. ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტული ფასების რეფორმას განაგრძობს. აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-მდე მედიკამენტზე ფასის ზედაზღვარი განისაზღვრება. გადაწყვეტილება პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. ცვლილებები შეეხება ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისა და სხვა ხშირად მოხმარებად პრეპარატებს. რეფორმის ახალი ეტაპი ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს უკვე გააცნო. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეფერენტული ფასების ამოქმედება წინა ეტაპების მსგავსად მედიკამენტების ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს და მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით ხშირად მოხმარებადი წამლების ხელმისაწვდომობას გაზრდის. მისივე თქმით, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებსაც მოიცავს. საქართველოს პარლამენტში შექმნილმა კომისიამ, რომელიც მუშაობდა ფასების თემებზე, დაასრულა მუშაობა და ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო და ძალიან სიღრმისეული დასკვნა მოამზადა, რომლის საფუძველზეც რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გახლავთ რეფერენტული ფასების მიმართულებით სახელმწიფო საქმიანობის შემდგომი წინსვლა და განვითარება და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია ამ მოსაზრებას იმთავითვე სამინისტროს ეთანხმება. შემდგომი ეტაპის, ასე ვთქვათ, გარკვეულ მედიკამენტებზე, გარკვეულ ნაწილზე მედიკამენტებისა, რომელზეც ამ დრომდე არ იყო გათვალისწინებული რეფერენტული ფასის წარმოქმნა, შესაბამისად მას გაუჩნდება ასეთი რეგულირება და ამ ეტაპზე ჩვენ მომზადებული გვაქვს გარკვეული რაოდენობის მედიკამენტებზე საკმაოდ დიდია სპექტრი. შეხვედრაზე ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წევრებს დაგეგმილი ცვლილებების დეტალები წარუდგინეს. უწყების ინფორმაციით, ბიზნესს საკუთარი მოსაზრებების წარდგენისთვის დაახლოებით 2 კვირის ვადა ექნება, რის შემდეგაც სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ფართოვდება, ეს არის 21 ახალი მოლეკულა დაემატება რამოდენიმე და მიმართულებით, ეს არის დაახლოებით 700-მდე დასახელება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა. და ყველაზე კარგი, რასაც კვლავ კიდევ შემიძლია აღნიშნო, ეს იყო, რომ წინასწარი ინფორმაცია, რომელიც უფრო მომზადება სექტორისთვის იქნება მეტი საშუალება მომზადებისთვის და კომუნიკაციისთვის, სამინისტროსთვის, ეს პერიოდი გამოიყო 2 კვირის განმავლობაში გვექნება ახლა ამაზე მსჯელობის, რაც კარგია. იმედი მაქვს, რომ აი ამ თანამშრომლობით და აი ამ პერიოდის მეშვეობით ჩვენ მივახცევთ სასურველ შედეგს. დაგეგმილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მათი განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების შემცირება მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის აღსრულების პროცესი მყისიერად დაიწყება. მედიკამენტები ჭრილში იზრდება საკმაოდ რეფერალური მიმართულებით, ესე ვთქვათ, მოცული მედიკამენტების რაოდენობა, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან გაცილებით მეტი მედიკამენტი იქნება ბევრად ხელმისაწვდომი და ზოგადად კომისიის მუშაობა, რომელიც დასრულებულია და რეკომენდაციები არის გაცემული, ძალიან ნაყოფიერი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა დაიწყება ამ რეკომენდაციების უკვე აღსრულების ეტაპი. ხელისუფლების მიზანი არის ის, რომ გრძელვადიანად დარეგულირდეს ფასი როგორც სასურსათო პროდუქციაზე, ასევე მედიკამენტებზე. აქედან გამომდინარე, ამ დასკვნაში საუბარია როგორც მოკლევადიან პერსპექტივაზე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაზე და ხელისუფლების მხრიდან გადასარგმელ ნაბიჯებზე, რისთვისაც ხელისუფლება რა თქმა უნდა მზად არის.
რეფერენტული ფასების რეფორმა საქართველოში 2023 წლიდან მიმდინარეობს და სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებზე მაქსიმალური დასაშვები ფასის განსაზღვრას გულისხმობს. ამ დროისთვის რეფერენტული ფასი უკვე დაწესებულია 7500-ზე მეტ მედიკამენტზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით რეფორმის შედეგად ფარმაცევტული პროდუქტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდა. პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას განაგრძობს. პარტიის მორიგი რეგიონული ოფისი ამჯერად რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ამბროლაურში გაიხსნა. გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. პარტიის წევრებმა ყურადღება მშვიდობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყნისთვის ნეიტრალური სტატუსის აუცილებლობაზე გააკეთეს. ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით იმისათვის, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ამ მიზნამდე მისვლა, რასაც ქვია საქართველოს ნეიტრალური სტატუსი. ჩვენ გვჭირდება ორი პრიორიტეტის დაკმაყოფილება, ორი პირობის შესრულება. ეს არის ჩვენი საგარეო პრიორიტეტების დაფუძნება ერთხელ და სამუდამოდ ეროვნულ ინტერესებზე, ილუზიებიდან გამოსვლა და ქვეყნის შიდა პოლიტიკიდან აგენტურული ქსელის განდევნა. ეს არის ის ორი ძირითადი პირობა, რასთანაც არის დაკავშირებული სხვა ბევრი მიმართულება. ამიტომ ჩვენ აი სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ადგილობრივ მოსახლეობას. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დავარღვიოთ ის უაზრო ევროილუზიაზე შეხედულებები, ვინაიდან ეს არ არის საქართველოს გზა, ეს არის ის გზა, რომელიც შეიძლება საქართველოს ისეთი ვალდებულებები აკიდოს თავზე, რაც ჩვენ ეროვნულ და სუვერენიტეტის ინტერესებს დააზიანებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნეიტრალური საქართველო არის ის მიზანი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს როგორც სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება, ნეიტრალური სტატუსი და ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი და სუვერენული ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ინტერესები. ხალხმრავლობა თუ მოსახლეობის ძალიან მომატებული ინტერესი ნეიტრალიტეტის საკითხის ირგვლივ არ არის შემთხვევითი, რადგან სწორედ ის ჩატეხილი ხიდი შეიძლება რაც არსებობდა გარკვეული წლების განმავლობაში და ვერ ხდებოდა სწორი მესიჯის მიტანა მოსახლეობასთან და კომუნიკაცია წარმოშვა ის, რომ ხალხის გარკვეული გაუცხოება პოლიტიკური პროცესებიდან და იმ ყალბილუზიებში ყოფნა, რომ სადღაც უნდა აუცილებლად უნდა ვინტეგრირდეს, სადღაც აუცილებლად უნდა წავიდეს და სწორედ დღეს ხდება ის, რომ ქართული საზოგადოება სულ მეტად უფრო კონსოლიდირებული ხდება ნეიტრალიტეტის საკითხის ირგვლივ. საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ანტიეროვნულ კამპანიას ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ეხმაურება. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, სახეზეა რადიკალური ჯგუფების მხრიდან ახალი პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მცდელობა, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ დესტრუქციულ, მავნებულ და პირდაპირ ვთქვათ ბოროტ ძალებს, რომელიც სხვადასხვა მხრიდან ერევიან საპატრიარქოს საქმეებს. ეს არის შიგნიდანაც ამის ცდილობები და გარედანაც. მაგალითად, ადამიანები, რომელსაც აქვს საერთოდ ღვთელმოქმედება შეჩერებული, ან თუნდაც ფსევდო ექსპერტები და რამდენიმე მეუფეც სამწუხაროდ ერევა საქმეში და ასე ვთქვათ შფოთს და სიბნელეს ცდილობს დათესოს ეკლესიაში. ეს არის ძალიან ნათელი. ერთ მხარეს არის სიკეთე, სინათლე და მეორე მხარეს არიან ბოროტი ძალები. რომ გასაგებია ამ ძალების უკან ვინც დგას, ჩვენ ვიცით ეს ქვეყნის შიგნით არის რადიკალური ოპოზიცია და ქვეყნის გარეთ არის deep state. თითოეული ჩვენთაგანის ვალია მეუფეშიო ხარდაჭერა. მეუფე ივანე გამრეკელმა ბრძანა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები. მეუფეშიო მოქმედებდა განსვენებული უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის კურთხევით. და ჩვენ ვალდებული ვართ ამავე დროს საზოგადოების წარმოადგენლები ვცეთ პატივი ამ ანდერს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის მეთადონი, ალფა-პივიპი, MDMA, მეფედრონი, მეტამფეტამინი, პრეგაბალინი, 1 კილოგრამამდე ამფეტამინი და 4 კილოგრამზე მეტი გამომშრალი მარიხუანა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასუებისთვის საჭირო მასალები. დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით პოლიციამ მათ სახელზე ჩამოსული ამანათების ჩანაცვლება განახორციელა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიება საველის საწვრთნელ ბაზა პალდოზე გაიმართა. რეზერვისტებს ფიცის დადება მიულოცა და წარმატებები უსურვა ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ. სამხედრო ფიცის მიღებამდე რეზერვისტებმა 8 დღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას, სამედიცინო მომზადებასა და სროლებს ითვალისწინებდა. ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და რეზერვისტების ოჯახების წევრები დაესწრნენ. ჩემთვის ეს დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ყოველი რეზერვისტის ესეთი მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ამისთვის გავიარეთ სპეციალური მომზადება, რომ თუ რამე მოხდა, ჩვენ ვემსახუროთ ჩვენ ქვეყანას და მზად ვიყოთ ამისთვის. აქ მიღებული გამოცდილება დარწმუნებული რომ გამომადგება ჩემ სამოქალაქო ცხოვრებაში. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, მინდა ვემსახურო და ჩემი გამოცდილება გადავცე იმ ჩემ აღსაზრდელებს სკოლაში პედაგოგიკა ხლავართ, ჩაუნერგო სამშობლოს სიყვარული და მივცე ძლიერი მოტივაცია. ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ჯარისკაცის ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი სამხედრო კარიერის დასაწყისი და ზუსტადაც რომ ეს ფიცი აღნიშნავს ყველაფრის საწყისს. ძალიან გაყოფილი ვარ, იმიტომ რომ რეზერვი ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ ჩემი ესე ვთქვათ განათლება და ჩემ განათლებას შეუწყო ეს ჯარის. განვიხილავ პროფესიულ ჯარში წასვლას, რადგან ჩემი მშობელი, ჩემი ახლობლებიც არიან აქ ამ სამსახურში. მეამაყება, რომ საქართველოს ყავს აი ესეთი ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან თავიანთი სიცოცხლით და ჯანმრთელობით დაიცვან ჩვენი სამშობლო. მადლობას ვუხდი მათ მშობლებს, მათ ოჯახებს, მათ მასწავლებლებს, მათი ასეთი პატრიოტიზმისათვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილიც იყო რეზერვისტების რიგში, მანაც დღეს დადო ფიცი და დარწმუნებული ვარ, ისიც ერთგულად ემსახურება ჩვენს სამშობლოს. ეს ადამიანები, ვის დღეს რეზერვში შემოვიერთდა, დარწმუნებულად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თავდაცვალების განვითარებაში. არიან ახალგაზრდები, რომლებიც ასევე წარმატებულები არიან სამოქალაქო სამსახურის ცხოვრებაში და დარწმუნებულად ასევე წარმატებული იქნებიან სამხედრო სამსახურში. ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე ვენეციის 61-ე ბიენალეზე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით თანამედროვე არგონავტების საქართველოს გზაჯვარედინი. ექსპოზიცია მოიცავს ფერწერას, ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და მულტიმედია არტს. პავილიონი კულტურის მინისტრმა გახსნა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე და პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი და მოწვეული სტუმრები. ვენეციის ბიენალე 1895 წლიდან იმართება და წარმოადგენს ხელოვნების პოპულარიზაციისა და კულტურული გაცვლის ხელშეწყობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ხარ წარმოდგენილი იქ, სადაც მთელი მსოფლიო თავის თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს. დღევანდელ საქართველოს, დღევანდელ ჩვენ რეალობას ძალიან შეეფერება გზაჯვარედინზე საქართველოს ყოფნა, დაკავშირებადობა, როდესაც ვსაუბრობთ, ახალი არგონავტების იდეა და მთელი ის თემები, რომელიც აქ 17 თანამედროვე ხელოვანის მიერ არის წარმოჩენილი. აქ წარმოდგენილია მართლა ხახულის ხატიდან დაწყებული ჩვენი დამწერლობა და ბევრი რამ ფიროსმანი, რითიც ღვინო ათასწლეულების ისტორია, რაც ჩვენ ქვეყანას გამოარჩევს თავის მემკვიდრეობით. საქართველოს პავილიონი ასეთი საერთაშორისო პროექტით წარდგა, თანამედროვე არგონავტები ქართული გზაჯვარედინი. ჩვენ ამით შევახსენეთ ევროპას, ვენეციას, მხატვრულ სამყაროს, რომ საქართველოს ისევ იქ არის, ისევ წარმოადგენს კულტურის და დიალოგის გზაჯვარედინს. მადლიერი ვარ იმისათვის, რომ კულტურის სამინისტრო პირადად ქალბატონმა თინათინ როხაძემ ასეთი პატივი დაგდო, ასეთი ნდობა გამოგვიცხადა. ქართული ხელოვნება და კულტურა თითქმე იყო ძალიან მაღალფარდოვანი იტალიის საზოგადოებაში და დღეს კიდევ წარმოვადგინეთ ეს არაჩვეულებრივი კულტურა იტალიაში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ჩვენ ვართ ესეთი უნიკალური ქვეყანა. თვითონ ბიენალე, რა თქმა უნდა, ყველა მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს რაღაც კარიერის ერთ-ერთი გასაღები მომენტია, რაც ჩემ ნამუშევარს შეეხება, შევეცადეთ, რომ გამოგვეყენებინა ის სამი ანბანი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს პრივილეგია არის.
მე ვარ ძალიან ბედნიერი, ჩემი შთაბეჭდილებები აშკარაა. თქვენი პავილიონი არის ძალიან მდიდარი და კომპლექსური. აქ გამოყენებულია გამოხატვის სხვადასხვა საშუალებები: აბსტრაქცია, ფოტოგრაფია, ინსტალაცია. ორგანიზატორებმა ძალიან დიდი შრომა ჩადეს ერთი იდეის ქვეშ სხვადასხვა ხელოვანი გაეერთიანებინათ ასე ოსტატურად. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ პავილიონისთვის და საქართველოს კულტურის მინისტრს, რომ სწორედ თქვენი ქვეყნის საშუალებით მომეცა შესაძლებლობა მეჩვენებინა ჩემი ნამუშევრები. ეს იყო მთავარი საინფორმაციო გამოშვება, მადლობა რომ იყავით ჩვენთან დროებით.